მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ამ საინტერესო პროექტისთვის. მოხარული ვარ, რომ მეც მომეცა შანსი მოხდეს საუკეთესო ათეულთა შორის. თუ რატომ უნდა მოხდე ათეულთა შორის? უამრავ სხვა მიზეზებთან ერთად მე გამოყოფ სამ უმთავრეს მიზეზს. პირველი ეს არის მოსწავლეებში პოზიტიური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა, მეორე კრეატიული აზროვნარჩევების განვითარება და მესამე დავინახოთ მათემატიკა განსხვავებულ ჭრილში. სათითაოდ ვისაუბრებ თითოეულ მათგანზე. პირველი ეს არის პოზიტიური აზროვნების განვითარება. მოსწავლეები ხალისითელობით ველოდებიან ორშაბათი დღის დაწყებას, იმიტომ რომ ყოველ ორშაბათ დღეს ისინი კლასის წინაშე წარადგენენ მთელი კვირის განმავლობაში ერთმანეთზე შეგროვილ, მოძიებულ, კარგ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამას განამტკიცებენ არგუმენტირებული მსჯელობით და აკეთებენ თვით პრეზენტაციას საკუთარ ჩანაწერებში სხვების შესახებ კარგი საქციელებისა. ეს ერთი და საინტერესო აქტივობა ძალიან ბევრ უნარის განვითარებაზე გადის. მოსწავლეები ეჩვევიან არგუმენტირებულ მსჯელობას, პრეზენტაბელურობას, ეჩვევიან პოზიტიურ აზროვნებას და რაც მთავარია, სხვა ადამიანებში ეცებონ და იპოვონ კარგი თვისებები. რაც შეეხება მეორე კრეატიული აზროვნების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში რეალურად თითქმის ყველა გაკვეთილი მოსწავლეზე ორიენტირებულია და რა თქმა უნდა დატვირთულია შემოქმედებითი აქტივობით. უბრალოდ მე მინდა გამოვყო პოეზიის სწავლების დროს როგორ ვიყენებთ ამ კრეატიული უნარჩვევათა განვითარებას. ჩვენ ვირჩევთ ლექსს და ლექსის გააზრებისთვის ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, აგერ ვამზადებთ კომიქსებს, ლექსის შინაარსიდან მომდინარე ხელნაკეთ წიგნებს, იმიტომ რომ გაჩვენოთ ყველა სათითაოდ ვამზადებთ დიორამებს, გაყინულ ეპიზოდს ვაკეთებთ როლ თამაშებს და სიმულაციურ თამაშებს და ეს ხელს უწყობს თამაში ისე შედიან სწავლაში და ესე განავითარებენ ამ საჭირო უნარჩვევებს, რომ მათ და გასაკვირად და ჩემთან სასიხარულოდ ბავშვებს შემოესწავლებლად წლის ბოლოს გააზრებულად ესა თუ ის ლექსი. რაც შეეხება მათემატიკის დანახავად სხვა ჭრილში და სხვა მიმართულებით, ეს არის რომ ჩვენ ინტეგრირებას ვაკეთებთ მათემატიკის მუსიკასთან, მათემატიკის ხელოვნებასთან, ბუნებასთან და სხვა საგნებთან და რაც მთავარია მათემატიკის ინტეგრირება ყოფა ცხოვრებასთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათეულში მოხვედრა მე ხელს შემიწყობს, დავაარსოს მე დიდი ხნის დავისრულო დიდი ხნის ანუყარი ოცნება, დავაარსოს საგანმანათლებლო ცენტრი სმენა დაქვეითებულ და იმპლანტირებული მოსწავლეებისთვის. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, წარმატებას უსურვებ პროექტს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს.